იგი ზურა მინდა რომ ნახოს რა ბიჭები მყავს, რა ბიჭები, როგორი რესპონდენტები. წავედით ძალიან მაგარი თემა გვაქვს. შეიძლება ითქვას რომ გოგონები უნდა მოკავავდნენ ახლა. უნიჭიერესი DJ-ი საბა არის ჩვენი სტუმარი. გამარჯობა, მე ვარ ემზარ ხუჭუა, სპორტსმენი, საქართველოს ჰასკი ჯგუფის წარმომადგენელი. კარგით, მე დავკენსელდები და ჩემი მეგობარი დაჯოინდება. ჯერ მითხარი, როგორ გამოვიყურეთ. დღესდღეობით გოგოებში უფრო აი მატერიალისტობას ვამჩნევ, რაც აი ძალიან მეუღებელი არის და ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ აი ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ აი შემოსავალი არა აქვს კარგი. არ აქცევენ იმ ღირებულებებს, რაც ადამიანს და კაცს უნდა ქონდეს ყურადღებას და აქცევენ როგორ აქვს ჯიბე გასიებული იმას და რა ვიცი, მე ეს მიმაჩნია რეცვლიკად, რასაც ხშირად ხედავ და ვისმენ. საბა, ეხლა რა მითხარი, იცი, რა არ მოგწონს ზოგადად აი მაგალითად პირველ პაემანზე რა არ მოგეწონებოდა? მე არ მომეწონება არასოდეს, როდესაც გოგოსთან ერთად სადმე კაფეში დავჯდე და ერთ ტირამისუზე და კიდევ ერთ ფინჯან ყავაზე გავატარო მთელი 3 და 4 საათი. ალტერნატივას გეტყოდი მაგალითად, ანუ ჯერ ტირამისუ, მერე კაი ხინგალი, კაი მწვადი, პრობლემა არა. ხო, მაგრამ ეს ეგეთი თანმიმდევრობით არ მიდის. ჯერ ხინგალი. ეხლა მე უკვე აღარ მომეწონა ამდენი რეცფლეგი გოგონებზე, ეხლა გადავიდეთ ბიჭებზე. ბიჭების რეცფლეგები რა არის, ანუ რა არ მოხდა? რეცფლეგი იქნება, რომ სექსუალური კავშირი სურთ პირველივე დეიტზე ან მეორე დეიტზე. კაცობის ეტაპი არის ყოველთვის კარგი. ურთიერთობას როცა ვინმესთან აპირებ, ჯერ უნდა გაიცნო კარგად მისი ხასიათი, მისი აზრები, დამოკიდებულება ცხოვრებასთან დაკავშირებით და რაღაც საერთო უნდა იპოვო იმ ადამიანთან, რომ მასთან ერთად რაღაც დაგეგმო. ეს არის ძალიან დიდი რეცფლეგი ჩემთვის, მაგალითად, როდესაც ბარში იმყოფებით ან სადმე გასართობს სივრცეში და გოგოებს ავიწროვებთ. და შეავიწროვება რას ნიშნავს? ანუ როდესაც თავისთვის ცეკვავს და თავისი კუთხე აქვს შექმნილი ადამიანს, არ უნდა შეუშალოთ ხელი და გავითესნოთ ლამასო არა. აბა, უფრო როგორ უნდა ვუხო? არ უნდა მიხვიდეთ. ანუ გოთ ეს არის გასართობის სივრცე. და იცი რა მაინტერესებს? გაცნობა და ოჯახება სხვა. ბიჭს მოეწონა გოგო, რატო არ უნდა მივიდეს? ნუ მისვლასაც ხო გააჩნია, ანუ არსებობს რაღაც ადამიანური ფორმები, რომელთაც თავი არ უნდა მოუვეზოთ ადამიანს. გასართობად როცა მიდიხარ, აი ეს იქნება ბარი, იქნება კლუბი, იქნება მეგობრებთან, იქნება სადმე ან რესტორანში, ყველგან სადაც უნდა ვიღაცას რომ აი თვალში ჩაუვარდები, შენს მიმართ რაღაც თვალის კონტაქტი ექნება, მისგანაც იგრძნობ, შენც აგრძნობინებ ამ ყველაფერს, გოგოს მხრიდან ვლაპარაკობ. აი შემდეგ განვითარება, თითქოს აი ბოჭავენ. არ არიან თავისუფლები, მინდა რომ გავიცნო, გამოვესაუბრო ის რაღაც ან ცეკვა მინდა, აი ხასიათზე ვარ, ის ანუ თითქოს აი უკან გაგდებენ და არ გიღებენ ახლოს. ეს ცოტა ცუდი არის, აი მივიდა ბიჭი გასაცნობად რა და აი ვისაც გოგოსაც მოეწონა და მაინც თავს იფასებს. ქართული გოგონების უმეტესობა ესე აღიქვას. ჩვენ ბლოგს მე და შენ უნდა ვიცოდოთ. სამბა ქვიშაზე. ასე და იყო სამბა, სამბა ასე გრძელდება. მაცა კვედილამდე სამბა, სამბა დილამდე სამბა. გოგოები ანუ ზოგადად ხანდახან აი პაემანზე ბევრს საუბრობთ. აი ეს თუ გაღიზიანებს მაგალითად, ის თუ კითხვების თუ ინფორმაციის რაღაც. ბევრს იტყობ ძალიან. ძირითადად გოგოებს ახასიათებ ეგეც. რომ ბევრი უნდა ისაუბროს და უნდა კითხოს სულ შენზე. ბიჭი რადგან მაგდენ კითხავს არ სვავს ძირითადად. გამოდის რომ გოგოები თვითშამენ მაგდენს. მოკლედ საბა ზუსტად ვიცი რომ პაემანი შენთან ცოტა რთული იქნება, ძალიან ძალიან კარგი არის შენი მოსმენა. შესაბამისად, სად მოგიდეთ შენი გულშემატკივრები? ეგ Instagram გვერდზე უნდა მადევნონ თვალი ჩემ სტორიებში, სულ იქნება სტორიზე, სად იქნები, როდის უკრავ რა დროს. და ხალხისთვის ხელმისაწვდომია ყოველთვის. და მე მგონია რომ ანუ ბიჭებიც და გოგოებიც გაითვალისწინებენ შენს რჩევებს, იმიტომ რომ დასაფიქრებელი იყო ნამდვილად. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე იყო.